არ შეიძლება 21 საუკუნის ასეთ თქვენ იცით რო ჩემი მინისტრად ყოფნის დროს გადაგვარებული და დღეს ჩვენ ვერ გააჩერებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მოგესალმებით კოოპერატივების შექმნას აი ამ კოოპერატივებს პრობლემები დაკავშირებულია ბუნებრივია ინფრასტრუქტურულ პროცესებთან და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც აქ არის მასშტაბურად დაწყებული უმნიშვნელოვანესია იმიტომ რომ როდესაც ასეთი აქტიური აქცენტია გადატანილი სოფლის მეურნეობაზე ირიგაციული სისტემები და წყალმომაგრებების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ასევე უმნიშვნელოვანესი არის წყლით მომარაგების სისტემა, სასმელი წყლით, რომელიც სირცხვილია რომ აქამდე არ იყო მოგვარებული და ჩვენ ბუნებრივია ამას ვაგვარებთ. ამის გარდა იყო პრობლემები ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებაში და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა ჯანდაცვის მინისტრს ბატონ სერგენკოს იმისთვის რომ მან ეს პრობლემა მოაგვარა.